მკვლელობა თბილისის ცენტრში. სისხლიანი თავდასხმა საბურთალოზე ჟიული შარტავას ქუჩაზე მოხდა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ფორმულას ცნობით კაცი დანითაა მოკლული. გავრცელებული ინფორმაციით მას კავშირი ჰქონდა ეგრეთ წოდებულ ქურდულ სამყაროსთან. თაკო მაისურაძე მუშაობს შემთხვევის ადგილზე, რომელიც ფორმულას პირდაპირ ეთერს უერთდება დეტალებით. Diaxlo კაჩვენი ინფორმაციით მოკლულია 31 წლის მამაკაცი ახლა მოვიდა სავარაუდოდ გვამის ექსპერტიზაზე გადასასვენებლად კიდევ ერთი პოლიციის სამსახურის წარმომადგენელი მანქანით მოვიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით სავარაუდოდ მკვლელი არის უკვე დაკავებული ცხელყვალზე ახალგაზრდა მამაკაცი მეზობლების თქმით აქ არ ცხოვრობდა ისინი არ იცნობენ მას და არ გაუგიათ ასევე არც დაპირისპირება და ხმაური არც ცეცხლსასროლი იარაღის გასროლა შესაბამისად აქ მყოფები ვარაუდობენ რომ მკვლელობა მოხდა დანით ცივი იარაღით როგორც გითხარით ცხედარი ჯერ კვლავ ადგილზეა სასწრაფოს მანქანაც აქ არის ექიმებიც აქ იმყოფებიან აქ ასევე არიან პოლიციის მაღალჩინოსნები ასევე პროკურატურის ერთ-ერთი წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე იმყოფებოდა ადგილზე რომელმაც ვრცელი კომენტარი ჩვენთან არ გააკეთა თქვა რომ უბრალოდ მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ამას ახლა კადრშიც ხედავთ როგორც გითხარით სავარაუდოდ ახლა გვამს გადაასვენებენ ექსპერტიზაზე აქ გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები მობილიზებულია ასევე ძალიან ბევრი პოლიციის მანქანა კრიმინალური და დაცვის პოლიციის დეპარტამენტებიდან და კვლავ გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები შეგიძლიათ მოისმინოთ ლევან ვეფხვაძის კომენტარი და ასევე მეზობლების კომენტარი მოხდართან დაკავშირებით ვერაფერს ვერ გეტყვით. გამოძიება არის მკვლელობის მუხლით და მიმდინარეობს ინტენსიურად საგამოძიებო მოქმედებები. ჯერჯერობით ვერაფერს ვერ გეტყვით. ჯერჯერობით ვერაფერს ვერ გეტყვით. ბოდიშის მოწმობელი იყო. რამდენი წლისაა? ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ გეტყვით. მადლობა. საგამოძიებო მოქმედებები 2 საათია უკვე რა ამდენი ხანი უკვე ამდენი ხანია ესე არის გავიგე რა ხდებოდა ხაუდი და დაპირისპირება არ ყოფილა მე რომ მოვედი აქ უკვე იყო პოლიცია იყო უამრავი ხალხი მეტი არაფერი არ ხომ არის არ ცხოვრობ ამ სახში ხაური ხომ არ გაგიგიათ არა ამ ცეცხლსასროლი იარაღის გასვლა არაფერი არა მართლა საქმის ყურშია რო წარმოდგენა არ მაქვს სახში ვიყავი და მეც ისე გავიგე ახლა რამე ხომ არ იცით ვინ შეიძლება იყოს მოკლული მაგალითად ან რამდენი ხანია ეს სიტუაცია პოლიციის მობილიზება არ ვიცი მაცხოვრებელი იყო ქალბატონო ეს არ ვიცი არანაირი ინფორმაცია ახალგაზრდა მამაკაცი ესეც არის არ ვიცი ვერ გეტყვით არანაირი აქ ამბობენ რომ 20 წლის არის გარდაცვლილი მამაკაცი და ამაზე და რომელ საათზე შემოვიდა შეტყობინება აქ რომ რაღაც ხდებოდა ასევე ვრცელდება ინფორმაცია რომ დანით არის მიყენებული ჭრილობა და ამაზეც არ გაქვთ ინფორმაცია? ჩვენი ინფორმაციით მკვლელობა მოხდა და რა მოხდა? არ ვისკრეთ. ანუ ახლა გამოხვედით საგამოძიებო მოქმედებებიდან და ბატონო ლევან ხარ ჩაგვეწარებით რა მოხდა ადგილზე? საუბრობთ საგამოძიებო მოქმედებებია 2 საათია შინაგან საქმეთა სამინისტროში გვეუბნებიან რომ გამოძიება დაწყებულია 108 მუხლით ჩვენი ინფორმაციით შესაძლოა მოკლული იყოს კავშირში კრიმინალურ სამყაროსთანაც სავარაუდო მკვლელი როგორც გითხარით უკვე დაკავებულია ამ წუთებში სავარაუდოდ გვამს გადაასვენებენ უკვე ექსპერტიზაზე სავარაუდო მკვლელს ემუქრება დაახლოებით 15 წლამდე პატიმრობა ჩვენ ვრჩებით ადგილზე და გაგაცნობთ სიახლეებს